მასწავლებლად სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 24. ალფა და ბეტა დაშლის შედეგად ურანის 238-92 ბირთვი გარდაიქმნა ტყვის პლუმბუმ 206-82 ბირთვადო და გვეკითხებიან განსაზღვროთ რამდენი ბეტა დაშლა მოხდა. კარგით, ეხლა მოდით ეს ასე დავწეროთ ჩვენ. ესე იგი, გვაქვს ჩვენ ურან 238-92. რა არის ახლა ეს ინდექსები? ქვედა ინდექსი გვიჩვენებს პროტონების მუხტის რიცხვს, ხო? პროტონების რაოდენობას, ხოლო აი ეს გვიჩვენებს უკვე პროტონების და ნეიტრონების ჯამი არის. მეტი არაფერი, მასურ რიცხვს ვეძახით, ხო ამას. შემდეგ ეს ჩვენი ურანი ბირთვი გარდაიქმნა პლუმბუმად, მოდი ჯერ ინდექსები დროებით არ დავუწეროთ. კიდე გამოსხივდა ალფა ნაწილაკი და კიდე გვაქვს ბეტა დაშლა, ხო? აი ეს პროცესი გვაქვს, პლუს კიდე ბეტა დაშლა გვაქვს. ეხლა რა არის ალფა ნაწილაკი? ალფა ნაწილაკი ეს არის ჰელიუმის ბირთვი, რომელიც შედგება 2 პროტონისგან და 2 ნეიტრონისგან. თუ 2 პროტონისგან და 2 ნეიტრონისგან შედგება, როგორც ვთქვით, ქვედა ინდექსად უნდა დავუწეროთ ეხლა აი ამას. ჩვენ 2 ინდექსად, ხოლო ზედა რადგანაც 2 პროტონი და 2 ნეიტრონია, ამათი ჯამი უნდა დავწეროთ 4 გვექნება. ხო? ეხლა 238 იყო, ხო, მასური რიცხვი და 206 გახდა. ხა თითო ალფა დაშლა, როგორც ხედავთ, იწვევს მასური რიცხვის 4-ით შემცირებას. და ჩვენ ვხედავთ, რომ 238 იყო და 206 გახდა. ესე იგი, მასური რიცხვი შემცირებულა რამდენით? 238 - 206, 32-ით. თითო ალფა დაშლა თუ იწვევს 4-ით შემცირებას, 32-ით რო შემცირდეს, ამიტომ უნდა მოხდეს 8 ალფა დაშლა. ხო? ესე იგი, 8 ალფა დაშლა მომხდარა და ეს ჩვენი მასური რიცხვი აქ გამხდარა 206. ეხლა 8 ალფა დაშლა თავის მხრივ თითო ალფა დაშლა ხო იწვევს პროტონის 1-2-ით შემცირებას, პროტონთა რიცხვის 2-ით შემცირებას. და 8 ალფა დაშლა მაშინ თითო თუ იწვევს 2-ით შემცირებას, 8 αλφα დაშლა გამოიწვევს 16-ით შემცირებას. ანუ აქ რო 92 იყო, აქ უნდა ჩვენ მარტო ალფა დაშლა რო გვქონოდა, უნდა დავჩენოდა 92 - 16, რაც არის 76. თუმცა თუ დავაკვირდებით ჩვენ აქ გვიწერია 82. ეს არის გამოწვეული იმით, რომ ბეტა დაშლაც მოხდა და სწორედ ამან გამოიწვია პროტონთა რიცხვის ზრდა. ესე იგი 76 რო იყო, 92-მდე რო ავიდეთ, გვჭირდება კიდე 6 ბეტა დაშლა და 6 თუ წავუმატებთ ეხლა აქ 82 გამოგვივა. ანუ 6 ბეტა დაშლა მომხდარა. ნუ კერძოდ ეხლა პასუხი უკვე გაცემული გვაქვს, მაგრამ რო ვთქვათ ეხლა ბეტა დაშლა, რომელი ბეტა დაშლა? ორი სუსტი ურთიერთქმედების ერთ-ერთი ტიპი წარმოადგენს ბეტა პროცესი. და კერძოდ ეს არის ბეტა მინუს პროცესი. მე ზოგადობისთვის რო ვთქვათ, ბეტა მინუს პროცესია, ეს არის პროცესი, როცა ნეიტრონი გარდაიქმნება პროტონად, გვიჩნდება ჭარბი პროტონთა რიცხვი, გამოსხივდება ელექტრონი და ამას კიდე მოყვება Z ანტინეიტრინო. შესაბამისად, ვასვით აქედან, რომ 92-დან 76-მდე კი ჩამოვედით, თუმცა რადგანაც აქ 82 შევხედეთ რო წერია, 6 კიდე უნდა დამატებოდა და ეს 6-ის დამატება გამოიწვია 6 ბეტა დაშლა. პასუხი A.